ეზეკიელი ძველი აღთქმის პერიოდში იყო წინასწარმეტყველი ეზეკიელი. საერთოდ უნდა ითქვას, რომ ძველ აღთქმაში არსებობს ახალი აღთქმის წიგნები, სახარება ხო გაგიგონიათ, სახარება, 60 ქულო, ეპისტოლეები, ეპისტოლე იგივე წერილია, სხვადასხვა ქალაქების თუ კონკრეტული პიროვნებების მიმართ გაგზავნილი. ქრისტეს შობამდე რაც დაიწერა წმინდა წერილის წიგნები, ამას ეწოდება ძველი აღთქმის წმინდა წერილის წიგნები. არის ასევე ახალი აღთქმის წმინდა წერილის წიგნები. წმინდა წერილი რატომ ქვია ჩვენ ეს ამაზე არაერთხელ ვისაუბრია და მოდი ერთხელაც ძალიან მოკლედ ვიტყვი, რომ რაც ღმერთმა ადამიანებს გამოუგზავნა წერილი, ასე რომ ვთქვა. ჩვენ რა ერთმანეთს წერილს უგზავნით, ამას წმინდა წერილი ხო არ ქვია. ამას ჩვეულებრივი წერილი ქვია. მაგრამ აი რაც ჩვენ ღმერთმა გამოგვიგზავნა თავისი წმინდა ადამიანების ხელით დაწერილი, იმას წმინდა წერილი ეწოდა. ძველ აღთქმაში არის 4 დიდი და 12 მცირე წინასწარმეტყველი. ამ წინასწარმეტყველებს ესე დიდ და პატარად რატო ყოფენ? ნახეთ. მათი დაწერილი წიგნების მიხედვით, ან ამ წიგნის მნიშვნელობის მიხედვით. ზოგმა უფრო ცუდად დაწერა რაღაც, ესე სულიწმიდისაგან იყო, ზოგმა უფრო მოკლედ. ერთ-ერთი ასეთი 12-თაგანი წინასწარმეტყველი იყო ეზეკიელი. მე ახლა ერთ მნიშვნელოვან რამეს მინდა მივაქციო მისი სიტყვებიდან, ერთ-ერთ მნიშვნელოვან რაღაცას თქვენი ყურადღება. ჩვენ ამაზე გვისაუბრია, მაგრამ რადგან დღეს არის მისი ხსენების დღე, ამიტომ მოდი კიდევ ერთხელ გავიხსენოთ. აი ხა მაგალითად, მოდი ცოტა შესავალს გავაკეთებ. თქვენ ხო ფეხბურთი ასე თუ ისე ყველამ იცით. სოფლიოში ყველაზე უფრო მეტად გავრცელებული სპორტი ეს არის. რამდენია დრო სათამაშო დრო ფეხბურთის? 90 წუთი. აი წარმოიდგინეთ, რომ მოიგონონ ახალი წესი ფეხბურთში და აი ესე კენჭისყრის სახით 1-დან 90-მდე რო იყოს ჩაყრილი ციფრები და იქ იმ მატჩის არბიტრმა, საჯმა ხელი ჩაყოს, ესე მიურმოურიოს და ერთ-ერთი ციფრი ამოიღოს. ანუ უნდა ამოიღოს ის ციფრი, რამდენი იქნება იმ კონკრეტული თამაშის სათამაშო დრო. ანუ კი არ გვეცოდინება 90 წუთია. არ გვეცოდინება. 1 წუთია, 7-ია, 87, არ გვეცოდინება. ამოიღებს საჯი, გახსნის და მხოლოდ თვითონ იცის. აი დავუშვით ამოვიდა 67 წუთი. ჩვენ ახლა დავუშვით 64 წუთზე გაგვივიდა გოლი. ახლა ვფიქრობთ, რომ ჯერ 25 წუთი წინ არის, 90 წუთამდე, ხო? ფსიქოლოგიაც ხო მუშაობს აქ და ვფიქრობ, რომ 25 წუთი კიდე გაგზდრო და შესთავს უფლებას აძლევ, რომ მაინც და მაინც მონდომებით არ შეუტიო. მაგრამ შენ გონია 90-ია და იქ იმან იცის, რომ 67-ია. რამდენი წუთი დაგჭირ? 3 წუთი დაგჭირ. გესმის? ხო და რადგან არ იცი, როდის ჩაუშტენს საფინალო სასტოინის ხმა, როდის გაისმება, რა უნდა გააკეთო? მაშინ რა უნდა შეუტიო? არ უნდა დაკარგო დრო, ხო მართალი? არ უნდა დაკარგო დრო. და ნახეთ, შეიძლება შენ თამაშის განმავლობაში 1-0-საც იგებდი, 2-0, 3-0. მაგრამ მერე თუ 4 ბურთი გაგივიდა და ახლა 4-3 აგებ. და აი აქ ჩაუშტინავ საჯი. შენ ხო ვერ იტყვი, რომ მე მთელი თამაშის განმავლობაში 3-0 ვიგებდი და მე ვარ გამარჯვებული, ხო ვერ იტყვი? ანუ ანგარიში ფიქსირდება იქ, სადაც საჯი ჩაუშტენს და მოსჩება თამაში, ხო მართალი? ეხლა ამას რატო ვამბობ? წმინდა ეზეკიელ წინასწარმეტყველის პირით სული წმინდამ, ანუ ღმერთმა ჩვენ ასეთი რამ გამოგვიცხადა. რა მდგომარეობაშიც მოგისწრებს გარდაცვალება, იმ მდგომარეობით წარდგები ღვთის წინაშე. მანამდე შენ
ასე კარგა იცხოვრე, ისე კარგა იცხოვრე, ეხლა თუ სწოდა, სულ ერთია, მაშინ რა გააკეთე. და პირიქით, მანამდე შეიძლება დიდი ცოდვილი ცხოვრებით ცხოვრობდი, მაგრამ მერე თუ შეინანე და ეხლა შენ გარდაცვალება მოგიწია ისე რომ შენ ხარ ამხსარებელი, მაზიარებელი, სინანული ცხოვრობ, სიკეთით ცხოვრობ, მაშინ დავიწყებული იქნება შენი ცოდვები და ანუ შედეგი ეს არის უკვე რაც დადგა. ამ მდგომარეობაში შენ გარდაცვალება მოგიწვა. ამიტომ ახლა რადგან არ ვიცი ჩვენ 1 წელი უნდა ვიცხოვრო თუ 90 წელი. ჩვენ ხო არ ვიცით რა მოიღო. არ ვიცით. აი ღმერთმა იცის. ამიტომ როგორც იქ არა გაქვს დასაკარგი დრო და ტყუილად ესე გასაფლანგი. არც აქ არა გაქვს ხომართალი. არ ვიცი რომელია ბოლო დღე. გახსოვთ ადრე გითხარით მამა თეოდორე გადაგებაში ესეთი რამ მოვისმენ, აი ქვიშის საათი ხო გვაქვს ჩვენ, ნახეთ. ახლა წარმოიდგინეთ, ჩვენ ვიცით რომ ეს 9 საათიანია. მაგრამ რომ არ ვიცოდეთ რამდენ ხნიანია და თან ეს ზემოთა მხარე, ეხლა რაც გამჭვირვალეა, ხო ხედავთ გამჭვირვალე ზემოთა მხარე. რომ დაფარული იყოს, შეღებილი იყოს, მუქად იყოს და არ ვიცოდეთ საერთოდ რამდენია ზემოთა მხარეს. და გითხრა რომ ჩვენი ცხოვრება, ამ ხორციელი ცხოვრება მაშინ დამთავრდება, როდესაც ქვიშის ბოლო მარცვალი ჩამოვარდება. ჩვენ ხო არ გვეცოდინება რომ როდის ჩამოვარდება ეს. ამიტომ ეცდები რომ ყველა წუთი გამოიყენო ღვთის სადიდებლად და გამოიყენო იმისთვის რომ თუ რამე შეცდომა გაქვს შეინანო. ან მაგალითად შეყვარებული ყავს. და გაქვს თავშად ერთი კალამი, რომელთაც მას ესაუბრებ წერილს წერ, მაგრამ არ იცი ეს მელანი როდის გამოილევა. ახლა რას იზავ, ყველა დაждები და რაღაცეები ჯღაბნას დაიწყებ. თუ გამოიზოგავ იმისთვის, რომ ბოლომდე იმაში გამოიყენო, რაშიც საჭიროა. ახლა შენ რომ მიხვიდე შეყვარებულთან და რო გაიგო, რომ კარგი ხანი აღარ გწევს. და რომ მიხვიდე და რომ ნახო მისი როლი და ნაჯღაბნები რო ქონდეს. გაგეხარდება? ხო მიხვდები რომ ამას ალბათ არ ყვარებიო. რო ყვარებოდი, იმას გამოიზოგავ და ჩემთვის მოსაწერად. ყვილად არ გაფლანგავდა. ჩვენც ესე, რამდენადაც გვიყვარს ჩვენ ღმერთი, რამდენადაც გვიყვარს ჩვენ სამშობლო და ადამიანი, აი გუშინ იყო წმინდა ილია ჭავჭავაძის ხსენების დღე. აი რაც ილია ჭავჭავაძემ თქვა, ამისი პერიფრაზია ის, რაც ჩვენმა უწმინდესმა პატრიარქმა გითხრა, ღმერთი სამშობლო ადამიანი. რამდენადაც გიყვარს, იმდენად გამოიზოგავ ყველაფერს მისთვის. ვინც გიყვარს, იმდენად შეწირავ მას და ტყუილად არ დაკარგავ. ისე რომ აი ჩვენ არ ვიცით ღვთის წინაშე როდის მოგვიწევს პასუხის მიცემა, როდის მოგვიწევს წარდგომა, ამიტომაც ჩვენი ყოველი დღე როგორც წმინდა მამები გმოძღვრავენ და გვარიგებენ, უნდა იყოს ისე თითქოს ეს ბოლო დღეა. აი ესე უნდა იცხოვრო. ახსარებას ამბობ, ისეთი განწყობით უნდა ამბობდე, რომ თითქოს ეს ბოლო ახსარება არ უნდა დაიტოვო არაფერი სათქმელი. უნდა ბოლომდე თქვა, თუ გინდა რომ ეს ახსარება იყოს. გახსოვთ მამა პაისის ფილმში არის ასეთი რაღაც, მისი მშობლები რო ლაპარაკობენ. გახსოვსო ჩვენი მოძღვარიო მამა არსენი რას გვეუბნეოდა ახსარებაშიო, გინდა ერთი ცოდვა დაგიმალავსო და გინდა საერთოდ არ გითქვამს, ეგ ერთი და იგივეა. დავუშვათ ვიღაცას თან გაქვს ურთიერთობა, ემშვიდობები, ახლა ბანაკში ბავშვები იყვნენ. ისე უნდა დაემშვიდობო, თითქოს შეიძლება მერე ვეღარ შეხვდე. როგორი გულიანი იქნება ეგ დამშვიდობება, ხო? აი ადამიანები ერთმანეთს ემშვიდობები. ვინ გამოუჯახუნებს კარებს ერთმანეთს? ხო არავინ. ხო არ მოექცევა ცუდად, არამედ ყველა ურთიერთობა უფრო მეტად თბილი იქნება, უფრო მეტად სიყვარულით სავსე იქნება, როდესაც ადამიანი ესე იცხოვრებს. და ეს გითხრა ზუსტად ეზეკიელ წინასწარმეტყველს. რა მდგომარეობაშიც მოგისწრებს სიკვდილი, იმ მდგომარეობით განიკითხები. აი მაგალითისთვის თქვათ,
თქვენ გსმენიათ მოციქული იუდა ისკარიოტელი. ხო გაიგონიათ? იუდა ისკარიოტელი მთელი 3 წელიწად ნახევარი ქრისტესთან ერთად იყო. მისი სახელით ავადმყოფებს კურნავდა, სასწაულებს აღასრულებდა. მაგრამ ვერცხლის მოყარეობამ მისი გული დაატყვევა. ვერცხლის მოყარეობა არის რაღაცა სიმდიდრისადმი მიჯაჭვულობა. აი რომ შეგიძლია რომ შენ ფული დააგროვო და ვიცოდე რომ ვიღაცას უჭირს და შენ მას არ დაეხმარო. რომ შეგიძლია მატერიალური ნივთის გამო ვიღაცას ჩაგრო, ცუდად მოექცე, მზაკრულად მოიტყუო. ან კიდე უარესი გააკეთო. აი ეს შეიპყრო ვერცხლის მოყარეობამ იუდას გული და რა გააკეთებინა? მოძღვარი გააყიდინა და ბოლოს თვითონაც თავი მოიკლა. და ვინ წარმოიდგენდა იუდას ცხოვრების ასეთ დასასრულს? ვერავინ წარმოიდგენდა. მაგრამ მეორე მხრივ ავაზაკი, რომელიც მთელი ცხოვრება ავაზაკობდა, გახსოვთ ქრისტეს მარჯვნივ და მარცხნივ ხო ავაზაკებიათ ეს ჯვარზე? ის ავაზაკი, რომელიც მარჯვნივ იყო გაკრული ჯვარზე, იწოდება ასევე როგორც კეთილგონიერი ავაზაკი. რატო? იმიტომ რომ მან შეინანა ჯვარზე გაკრულმა, შეინანა თავისი წოდება. მას ხო არ ქონია დიდი ხნის მოღვაწეობის დრო და ასპარეზი, რომ ემარხულა, ელოცა და ასე შემდეგ. მაგრამ ღმერთმა მისი ეს სიტყვები შეიწირა, იმიტომ რომ ამ მდგომარეობაში მოუსწრო მას გარდაცვალება. მონანულ მდგომარეობაში. და პირველი სწორედ ის ავაზაკი შევიდა სამოთხეში. ისე რომ აი ნახეთ რა ხელა მნიშვნელობა აქვს იმას, შენი ბოლო ამოსუნთქვა როგორი იქნება. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა. ამიტომ ჩვენ ეს არ გვაძლევს რის უფლებას ნახეთ. ჩვენ ვერ ვიტყვით რომ მოდი ჯერ წოდები ჩავიდინოთ. აი დავშეთ ახლა მე 40 წლის ვარ. ახლა მე ვერ ვიტყვი რომ მე 80 წელი უნდა ვიცხოვრო. რატო ვერ ვიტყვი? ხო არ ვიცი საჯმა რა მოიღო. ციფრი რა მოიღო ჩემს შესახებ. თან აქ როგორ არის? ყველას შესახებ სხვადასხვა ციფრია ამოღებული. ჩვენ ეს არ ვიცით. ესეც ღმერთმა განგებ დამალა ჩვენგან. ჩვენი სულიერი თვალისაგან ჩვენ ეს არ ვიცოდეთ. რა ციფრია ამოღებული, რა წერია ჩვენი ცხოვრების წიგნში. სად წდება ჩვენი ხორციელი ცხოვრება. ამიტომ ვერ ვიტყვი, მოდი ახლა მე შევწოდა და ერთი კვირის მერე შევინანებ. იმიტომ რომ არ ვიცი ის ერთი კვირის მერე დადგება თუ არა, ხო მართალია? ამიტომ ყოველი დღე უნდა სუფთად და წმინდად გაატარო. აი ეს არის მოწოდება უფლისა და ეს არის მოწოდება წმინდა მამათა, რომ შენ ყოველთვის მოწესრიგებული იყო. ეხლა წარმოიდგინეთ, ადამიანმა არ იცის როდის შეწყდება მისი ხორციელი ცხოვრება და მაინც რამდენს წოდავს. ეხლა რო იცოდეს 20 წლის კაცმა 95 წლისა უნდა გარდაიცვალოს. ეხლა ის ეგეთ თავშეკავებული შეიძლება აღარ იყოს. ვიფიქროს რომ მოდი 94 წლამდე თუ მაინც ბოლოს თუ შევინანებ გადავრჩები. მაგრამ მე ხომ ისი მხრიდან უკვე ღალატი იქნებოდა. ეგეთი ფიქრი. მაგრამ მაინც ვიქნებოდით ჩვენ მოღალატეები და მაინც ვიზავდით მაგას. ამიტომაც ღმერთმა ამ მხრივაც დაგვიცა და ჩვენ არ ვიცით ეგ როდის იქნება. და აქ იყო ერთი ასეთი შეკითხვა, რომ ვინ სიტყვაობა მძიმე ცოდვაო და რომელი ცოდვები შეიძლება არ იყოს მძიმე. ეხლა მაგალითად, აი ბამბა უფრო მძიმეა თუ რკინა? აი 1 კილო ბამბა უფრო მძიმეა თუ 1 კილო რკინა? რკინა უფრო მძიმეა? 1 კილო ბამბა თუ 1 კილო რკინა, რომელია მძიმე? ორივე თანაბარია, ხო მართლა? შეიძლება პატარ-პატარა ცოდვები ჩაიდინა უამრავი და იგივე იყოს. რა მნიშვნელობა აქვს? ანუ მძიმე იცი რომელია, რომელსაც შემდეგ არ ნანობ. ყოფილა შემთხვევა, რომ ადამიანს რაღაცა თითი გაჭრია. არ მიუქცევია ყურადღება და
ეს მერე ამას დაუზიანებია მთელი ხელი და მთელი სხეული. მაგრამ ყოფილა შემთხვევა ადამიანი ძალიან დიდ კატასტროფაში მოხვედრილა, ავტოკატასტროფაში. დაჩეხილი ყოფილა და ის გადარჩენია. ამიტომ ესე ვერ იტყვი. რა ველი? მაიცა ვახმა, მაგრამ მოგვიყევი ერთი კაცი რაღაცას ამ. გავაგონოთ ბავშვებსაც. მოგვიყევი რაცა. ორი ფოტოები მიდიოდა ასარელაზე და ერთ-ერთს ჰქონდა მძიმე ცოდვა, მაგრამ ერთი და ერთს ჰქონდა ბევრი ცოდვები, მაგრამ არ იყო ისეთი მძიმე. თუმცა მაინც ფიქრობდა, რომ მისი ცოდვების მონაνοება ძალიან რთული იქნებოდა, ხოლო ვისაც ერთი ცოდვა ჰქონდა, ის ამას არ ფიქრობდა და როდესაც მივიდნენ მოძღვართან, იმან უთხრა, რომ წადი და ერთი ქო მოიტანეო და ვისაც ჰქონდა წვრილი ცოდვები და ფიქრობდა, რომ მე რადგან არ მაქვს ისეთი მძიმე ცოდვები, როგორც წინ ქალს ადვილად შევინანექო, უთხრა, რომ წვრილი კენჭები მოიტანეო და ორივე მოიტანა ეს ქვა და მე მოთხოვნა უთხრა, რომ წადით და უკან დააბრუნეთო და ძიმე ქვა ვისაც ჰქონდა ის წავიდა და დააბრუნა, მაგრამ პატარ-პატარა წვრილი ცოდვები ვისაც ჰქონდა და კენჭები მოიტანა, იმან ვეღარ დააბრუნა თავის ადგილზე და მე უთხრა მოთხოვნა, რომ ისა მნიშვნელობა არ აქვს, როგორი ცოდვები გაქვთ. იქნება თუ არა. თავია უთუნდა ნანობდეს და ანუ სხვა საუნა აღამატოს თავის თავით რომ მე ცოტა-ცოტა მაქვს და ანუ არ არის ისეთი მძიმე ცოდვები. კი ბატონო, აი იმ წვრილი ქვების შემგროვებელმა იმიტომ ვეღარ დააბრუნა, რომ აღარც ახსოვდა რომელი საიდან აიღო, ხო მართალია? იმას ახსოვდა ერთი დიდი ლოდი საიდანაც აიღო და პატარა კენჭები, აბა რა უნდა დაემახსოვრა, რაზეა ლაპარაკი? შენ შეიძლება შენს პატარ-პატარა ცოდვას ყურადღებას აღარ აქვს, იმასაც უთხარ, იმაზე ისი ფიქრე, იქ რაღაც პატარა გააკეთე. არ ფიქრობ და არ ნანობ. და ის ვინც დიდი ჩაიდინა, ის ნანობს. და სასופელში ვინ იქნება? მონანული ადამიანი. აბა? შეუძლებელია მონანული ადამიანი ჯოჯოხეთში იყოს. შეუძლებელი. ეს ახარებისეული სწავლება ადამიანი თუ ნანობს თავის ცოდვას, ის არ იქნება ჯოჯოხეთში. მაგრამ თუ ადამიანი არ ნანობს თავის ცოდვას, ის ვერ იქნება სამოთხეში, იმიტომ რომ შეუძლებელი ადამიანი არ ცოდავდეს. და ჩვენი გადარჩენის გზა არის სწორედ სინანულის გზა. ხო ადრიანი. როდიდან დაიწყეთ აქ მუშაობა? აქ მუშაობა დაიწყე 2014 წლიდან. მართალია ეს ბავშვი, ჩვენ ახლა ამპარტანულად ფიქრობთ, რომ აქ მოვაწეობა დაიწყე და აი ბავშვი, რა მოვაწეობა, შენ აქ მუშაობა როდის დაიწყე? კარგი, ესეთი რაღაცები გვაფხიზლებს ხომ. წეგან მეუბნეოდი. შენ აი ამპარტანულად რო ფიქრობ და სხვადასხვა ამპარტავნება ადამიანს ბევრ რაღაცებს აკეთებინებს. მათ შორის კარგსაც ოღონ აი მამაპაის ათონელი ასეთ რამეს ამბობს, რომ აი ცოტა რო ბიძგი მისცეს ადამიანს და სიჩქარე ააკრეფინოს. ამისათვის ამპარტავნება საჭიროც კი არის. ოღონ ეგ გარკვეულ აი მაგალითად თუ გინახიათ მანქანა რომ მიწოლით რო იქოქება. გინახიათ? მაგრამ თუ ამას მთელი გზა მიწოლა ჭირდება, ეგ უკვე აღარ ვარ. ანუ ის ამპარტავნება იმისთვისა რომ შენ მოგაწოს რომ შენ ცოტა დაიქოქო. რაღაცა შეიძლება სიამაყის გამოც გააკეთო თავდაპირველად. მაგრამ მერე უკვე თუ მთელი გზა აი ხай ქუთაისთან ჩამოვედი. აქედან ქუთაისამდე თუ მანქანა სულ მიწოლა ჭირდება, ეგ უკვე არ ვარ. და გარკვეულ დროს კი შეიძლება ეს გონიორულად გამოიყენო. ეხლა რატო ვამბობ? ძალიან მეუბნეოდი ერთ-ერთ გოგონას წავიდა უკვე. აუზზე მუშაობდი მეთქი, აუზიდან რომ მოდიოდი დღეს და იქ რაღაც არ ვიცი 25 მეტრია თუ რამდენი არის აუზის სტანდარტული სიგრძე და
ჩაყვინთული ვძლევდი მეთქი ბოლომდე. ოღონდ თუ ვინმე მიყურებდა. თუ ვინმე მიყურებდა მოვკვდებოდი და არ ამოვიდოდი ბოლომდე, მაგრამ თუ არ მიყურებდა უკვე ვეღარ მივდიოდი. აი გარიან პარტავნები. ვიღაცის დასანახად გინდა გააკეთო. მაგრამ თუ ყოველთვის ასე აკეთებ, უკვე აღარ ვარ. როდის არის თქვენი დაბადების დღე? ჩემი დაბადების დღე უკვე იყო 1986 წელს. მეორეთი აღარ იქნება. მეორეთი იქნება უკვე ზეცისთვის დაბადება თუ ეს მეთმაინება. ან ჯვარი გწერია და ფერისცვალების შეჯიბრების საკითხებს როდის გვეტყვითო? ისე კი დროა უკვე მართალია, აი ბოლოსთვის იქნება გითხრათ. მისაღებია თუ არა რომ სხვადასხვა რელიგიის ადამიანებს ერთმანეთი უყვარდეთ. თუ გულისხმობთ ქალვაჟურ სიყვარულს და მე ეს ყველაფერი დაოჯახებამდე უნდა მივიდეს, ეს მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის მიუღებელია. მე ვიცნობ ერთ გოგონას, სხვათა შორის აქ იყო ძალიან ძვირფასი გოგონა, აზიის ერთ-ერთ ქვეყანაში მუშაობდა და დაახლოებით ვიტყვი ახლა რაც ამ გოგონას სიმტკიცეს ვიტყვი. რომ იქ მან გაიცნო ერთ-ერთი ვაჟი, რომელიც თუ არა ვწდები ამ გოგონას უფროსი იყო, სადაც ეს მუშაობდა და ის სხვა რწმენისა იყო. და ამ გოგოს უთქვამს, რომ მეო, ვინც ქრისტეს ერთგული არ არისო, იმას მამაკაცად საერთოდ ვერ აღვიქვა. მან აი ესე როგორც ოჯახი რო შექმნა და რაღაც მე საერთოდ ვერ უყურებ ამ ადამიანს ეს. ეხლა ხო არის რომ ზოგი გამოიჩენს სისუსტეს და მიუხედავად მისი რელიგიური წამსისა, მარტო იმიტომ რომ იმას ლამაზი თვალები აქვს და კარგი ბიჭია თუ ასეთი თანახმაა რომ ოჯახი შექმნა. მაგრამ ამ გოგომ თქვა, მე ვინც ქრისტეს ერთგული არ არის, ვერ შევხედავ ისე როგორც ჩემს მომავალ მეუღლეს. და ეს კაცი დაფიქრდა. კი, მაგრამ ვინ არისო ასეთი იესო ქრისტეო, რომ ეს გოგონა მე უარს მეუბნეო და დაინტერესდა. და რომ დაინტერესდა, მე ეს გოგონაც თავისი მოძღვრის დახმარებით ნელ-ნელა უხსნიდა ყველაფერს ქრისტიანობის შესახებ. და დღეს რა ხდება? ის ბიჭის ტიქაროსანია და თან არიან მეუღლეები. ნახეთ ამ გოგონას სიმტკიცემ რა გამოიწვია. თუ მართლა გიყვარს, მაშინ აი შენ იყავი პრინციპული, ნოუღალატებ ქრისტეს და თუ საჭიროა, ღმერთი გამოაჩენს იმას. თუ არა და მე იცი რამდენი პრობლემებია. ჯერ ერთი ის რომ იმას ქორწინებით ვერ გამტკიცდება თქვენი ოჯახი. მერე შვილი დაიბადა. მერე ვიუნა მონათლოს იმან თუ შენ. რა უნდა გააკეთო? დიდი პრობლემების წინაშე დგებიან მერე ახალგაზრდები. ეს ძალიან ზოგადად რო თქვა და თუ იმას კიდევ უფრო კონკრეტულად გინდათ, შეგვიძლია რომ პირდაპირადად ვილაპარაკოთ. და სხვა შემთხვევაში თუ სიყვარულზე ალაპარაკი ზოგადად პატრიარქის საუბრებიდან თქვენ არაერთხელ მოგისმენიათ, რომ მუსლიმები მოდიოდნენ მათთან სახლში, ისინი ცალკე ოთახში მოუწყობდნენ ყველაფერს იმისათვის, რომ მათ ელოცათ თავისებური ლოცვით, პატივისცემდნენ და ესე უყვარდათ. და მარტო იმიტომ, რომ ისინი მუსლიმები იყვნენ, არ უგულებელყოფდნენ. ხოდა შენ რომელ წელს აშენდა საკვირაო სკოლა? სკოლა აშენდა 2000, ფუნქციონირება ბავშვებისთვის საკვირაო სკოლამ დაიწყო 2017 წლის 26 ივნისს. თუმცა მანამდე აშენდა. 2015-ის ბოლოსკენ აშენდა და უფროსების შეკრება მაშინვე იყო ხოლმე და საერთოდაც ტაძრის გახსნიდანვე მალევე იყო ხოლმე უფროსებისთვის საკვირაო სკოლა. ჩვენ წიგნშიც წერია, რომ ჩვენი მესანთლის სახლში ერთი ოთახი ჰქონდა ჩვენ გამოყოფილი მრევლს და მიუხედავად იმისა, რომ ამ ტაძრის ეზოში არც ერთი შენობა არ იდგა, მრევლი იკრიბებოდა და მერე ღმერთმაც ინება და გამოჩნდა ერთი შენობა, მერე მეორე შენობა, მერე მესამე.
გახსოვთ აქ რო ვიყავით მამა თეოდორემ რა თქვა ილოცეთო რომ ღმერთმა მამა ბასილსო დიდი დარბაზი გამოგზავნოსო და მართლაც აშენდა მერე სპორტული დარბაზი ისე რომ ყველაფერი დამოკიდებულია რაზე რაც გაქვს ჩვენ ვცდილობდით რაც გქონდა ის გამოგვეყენებინა სწორად ის ერთი ოთახი გქონდა ერთ-ერთ ოჯახში ის გამოგვეყენებინა ეხლა თუ ის დავუშვათ მოდი ესე ვთქვა დავუშვათ იმ ოჯახს დაეთმო ჩვენთვის ოთახი და ჩვენ დაგზარებოდა და არ შევკრებილიყავით ღვთის სიტყვის შესახებ არ გვესაუბრა სახარება არ გამგვემართა თქვენ როგორ ფიქრობთ აშენდებოდა საკვირაო სკოლა მე არ მგონია იმიტომ რომ ღმერთი ხო იფიქრებდა აქვთ შესაძლებლობა და არ იყენებენ ესე იგი არ უნდათ მაგრამ ჩვენ რო ვეცადეთ ისე ღვთისმადლით გამოგვეყენებინა მერე მოგვეცა ის დაახლოებით 35 კვადრატი არის ძველი საკვირაო მერე იქ რო ვერეტეოდნენ ბავშვები სულ ამბობ ხოლმე ეს საკვირაო სკოლა რო დავიწყეთ აი ეს შენობა ახლა თქვენ სადაც ხართ ქონდა 700 ლარი ეს რო დავიწყეთ 700 ლარი იცით რა არის აი უკან რო ფანჯრებს ხედავთ ერთ წელს არ ეყოფა მეტი უნდა ხო და მე ვამბობ იმას რომ აი ღმერთი ხელს მოგიმართავს ოღონდ შენ გადადგი ერთი პატარა ნაბიჯი მისკენ რაც შეგიძლია ის 10 გადმოდგავს და კიდევ უფრო მეც მერე ის ბანაკის შენობა სადაც თქვენ ხართ სპორტული დარბაზი და თუ ჩვენ იმას რაც ღმერთმა მოგცა სწორად გამოვიყენებთ ღმერთი კიდევ უფრო მეც მოგცემს იმისათვის რომ აი აქაც მინდა წერილი სიტყვებია ნახეთ გამცემი ხელი არ დაცარიელდებაო შენ თუ იმ სიკეთეს რაც მოგეცა სხვებს გაუნაწილებ შენი ხელი არასოდეს არ დაცარიელდება გინდა ეს ხორციელი სიკეთე იყოს და გინდა სულიერი ისინი სად არის ახლა ნიკოლოს თქვენ შეინახეთ მე მგონი ოთახში მიდი აბა გამოიტანე აბა ეს არის ეს ბავშვი მინდა რომ ვამღეროთ და გვაქვს რამე ფანდური არა გვაქვს აქ ახლო აბა გაიხსენეთ მოგვიმღერებთ სადმე ახლო არა გვაქვს უცბად რომ მოვიტანოთ იქ საკვირაოში ხო არა წინასწარ უნდა მეფიქრა მაგრამ აბა რა ვიცოდი რომ ჩამოხვიდოთ დაჯექ თუ გამოჩნდა მე თუ არ დამოდი ერთი ლექსი ვთქვა კარგი ლექსი ვინიც შენიცი მოდი ვაშკაც და მე შენ მოდი ხო მოხვა შენ რა ქვია მოსე ავამით განაბულა სკოლის არის ის მისცემა მატარებლის განრევინა ჰელქუქნავი პატარები ის მწვანე ზაფხულია ყვავილებით დახატული ყვავილებში ერთიამდე მოგაქანებს და ნაკადული ეს ყანები ეს ველები ეს წალალელიანი ყველაფერი თქვენი არის თქვენი ციტა თქვენმა სწავლა თქვენი ციტა თქვენმა შრომა მეც ვიყავი თქვენისთანა გავამარჯოს თქვენ ბავშვობას გავამარჯოს თქვენ ბავშვობას გავამარჯოს თქვენ ბავშვობას მოდი ვაშკაც მომეცკი აბა ნახეთ ერთი იქით მე არ მოიარეთ გიო ძელ საკვირაოში ფანდური მაინცა და ვაშკაცო ერთი წუთი დამელოდა აბა მერე გოგონების ჯერი დგება კაცუნა ეს რა ქურქი გაცვია დამიჩხვლითე ხელები არა ნეტავ შენი დედიკო როგორ გიალერსება შენი დედიკო როგორ გიალერსება ბოლომდე არა მაგრამ რაღაცა ხო ავაწყეთ მედაში თავარი ხო თქვით აი ხა მაგალითად აი ზღარბის არ იყოს
ჩვენს პატარებს ზოგჯერ ეგეთი ნევსები გვაქვს ხოლმე და ჩვენ მშობლებს უხეშად ველაპარაკებით. ჩვენი ნევსები ეგ არის და ჩვენი დედიკო მაინც ახერხებს რომ მოგვეალერსოს. ხო მართალია. ჩვენც რაღაცაზე გავხუკიანდებით, რაღაცას გავისვით, პრეტიან აზრებს და ჩვენი დედიკო მაინც ახერხებს რომ მოგვეალერსოს. ხო მართალია. ხო და აი ზღარბმა უნდა გვასწავლოს, მას ზღარბმა უნდა გვასწავლოს ადამიანებს. რო დავფიქრდეთ. მადლობა, გაიქეცი. აბა გოგონებიდან ვინ არის გაბედული, მოდი. ანაკალა. აბამი, თუ გინდა გავამართი თუ უფრო კომფორტულად იქ. შენ საღმა ხარ, ქართულაცაა, შენ საღმა ხარ. სამკვიდრო შენს ქვეშ მტრად შემოსულმა ვერავინ ახა. ვერცა ოსმალმა, ვერცა მონღოლმა და ვერცა სპარსმა. შენ დიდების მომღერალია ოშკი და ზარზმა. ბებერი ტაო. შენ საღმა ხარ, ისე ფაქიზ ქართულაცაა. ოჩა. ტაოს და გამახსენდა. ტაო, იცით რა არის? ტაო და კლარჯეთი, იცით რა არის? მე ახლა მოდი ესეთ შემოთავაზებას გავაკეთებ. წმინდა გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება. რომელი კლასიდან სწავლობ სკოლაში? მე-10-ში ისწავლეთ. ამიტომ მოდი ჩვენ ხო გვაქვს ხოლმე კატეგორიებად დაყოფილი. ასაკობრივ კატეგორიებად და მოდი აი 14 წლის ზემოთ ბავშვებისთვის შეჯიბრების საკითხი იყოს წმინდა გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება და დაუკლარჯეთის შესახებ ისტორია. ორივე ერთად, წმინდა გრიგოლის მოღვაწეობა და დაუკლარჯეთის შესახებ. ძირითადი საკითხები მაინც. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი კუთხეები ვიცოდეთ, მით უმეტეს ის, რომელთანაც ესე ინტენსიური შეხება უკვე ვეღარ გვაქვს. თუმცა გვაქვს შეხება და შეგვიძლია რომ მოვილოცოთ, მოვინახულოთ, მაგრამ ისეთი შეხება მაინც ჯერჯერობით არა. შენ გინდოდა მოდი. არა? აბა ვინ არის გაბედული? კიდე გოგონებიდან. აღარა ყავს? შენა, მოდი. არ არის? ანდრიევსაც წავით. არა, წან მომწერ რაღაცას და ფაგოც გითხრათ, გადმოვიტანო, შემიძლია მო. მოდი ერთი ბავშვები ძალიან რო არ დავღალოთ, რაღაცა პატარა ის ვნახოთ. თუნდაც უკვე მრავალჯერ ნანახი. დააქვნა თავი. არა უშავ თუ არა და მეორე ორშაბათს შენი ფანდულით გელოდებით. შევთანხმდით? გამახსენეთ მე ცოტა გულმა ვიწყივარ და ისე არ დავტოვო ფანდულით ხელში გაღიმებული. ვარ ვაწვალო და მე ისე არ დავტოვო. მოდი ეს ვნახოთ. ეს დიდია ძალიან. აი ეს ვნახოთ. იგავი ტალანტებზე. სათასასუფლებელი გავს კაცს, რომელმაც შორეულ ქვეყანაში გამგზავრების წინ მსახურები იხო და საკუთარი ფულით ჩააბარა. Ჩკარა, ბატონი ხვალ მიცურავს. სად? არ ვიცი, ის უცბი. მე მინდა გითხრათ, რომ აქ რომ ტალანტებზეა საუბარი, ეს სახარებისეული იგავია და ამ ტალანტებში იგულისხმება ყველა ის ნიჭი, უნარი, ჩვენი შესაძლებლობა, რაც ჩვენ ღმერთმა მოგცა. და თვითონ რაღაც მისცა. გასამრავლებლად.
არაფერი რო არ მიეცეს ვინმესთვის, ეგეთი ადამიანი არ არსებობს. მაგრამ სხვადასხვა რაოდენობის მოხდა და ჩვენი მის გამრავლება გვაქვს ისგან დავალებული. ანასერი უკვე იგაურად არის ნათქვამი. მომიბრუნდა და მითხრა: "ხვალ-დილით შორეულ მოგზაურობაში მივდივარ." ასე მითხრა: "შორეული მოგზაურობა." არ თქვა როდის დაბრუნდებით? ერთი რაც თქვესა, შორეული მოგზაურობა უკვე გული მერევა ვერ ვიტან დიდხანს მგზავრობას. გულს მირევს მოგზაურობები. ის მიემგზავრება. როგორ მოგწონთ? ო არა, ისევ სამსახურის ძებნა მომიწევს. არა. მას უსრომ ყველანი დარჩით. გულისხმობ, ისეთ კაცთან ვიმუშავებ, ვინც ახლოსაც არ იქნება? კარგი სიახლეა. ნუ მოდუნდები. გასამგზავრებლად ბარგი უნდა დავტვირთოთ ხომალდზე. შორეული მოგზაურობაა. მე ღამღამობით არ მუშაობ. ძალიან ბევრს ითხოვს. ბატონს უთხარი რომ დილით ყველაფერი მზად იქნება. მადლობელი ვარ, არა თოლა? დილამშვიდობისა არა, დილამშვიდობისა თოლა. სად არის? მოპატიე ბატონო, მე შეუძლოდ ვიყავი. უხვარ, ხო. მინდა რაღაცას მიმიხედოთ ჩემს აქ არ ყოფნაში. მე თქვენ მონეტებს განდობთ. რაც გინდათ ის უყავით, მაგრამ როცა დავბრუნდები ანგარიშს მოგთხოვთ. გევალებათ გაამრავლოთ მონეტები. მადლობა ბატონო. მონეტები თქვენი გამოცდილებისა და შესაძლებლობების მიხედვით გაგინაწილეთ. ოდ დაბრუნებისას სარატისა და ათოლასგან უფრო მეცველი ვიდრე შენგან. მათ მეტი მიიღეს. მაგრამ თუ სწორად განკარგავ ამ ერთი მონეტის ბედს, ჯილდო მათზე ნაკლები არ გერგება. ამას გვპირდები. ველოდები რომ საზრიანობასა და სიბრძნეს გამოიჩენთ. თითოეული თქვენგანი ძვირფასია ჩემთვის. მომენატრებით. მისმინე ჰოდ. სიხარულით დაგეხმარები თუ რამე დაგჭირდება. მეც. არა, ბატონს კარგად ვიცნობ. ვერ გავრისკავ. წავალ და მიწაში დავმარხავ. როცა ბატონი დაბრუნდება, მოთხრი. უკან დაუბრუნებ მის მონეტას. დიდ შეცდომას უშვებს. ეს რომ დაანახო, ავად უნდა მოაგებინო ამ ტალანტებს ფული. უფალო. დამეხმარო, რომ გავამრავლო ეს მონეტები. მომეცის სიბრძნე, რომ გავიგო, როგორ გამკარგო მონეტების ბედი სწორად და გავახარო დაბრუნებული ბატონი. ამინ. მომიტევეთ, მოკლე გზას ხომ ვერ მიმასწავლეთ თუ დაბლოსკენ. ტბის იქით მხრიდან 10 დღის სავალია. 10 დღე, მაგრამ უდაბნოს აქედან ვხედავ. მართალია, მაგრამ ტბა ძალიან გრძელია. იცით რომ უდაბნოში არავინ ცხოვრობს? კი, ვიცი, მაგრამ იმპერატორს კარგი იდეა მოვიდა და სურს რომ იქ ხალხი დასახლდეს. ამიტომ ყველანი იქ გაგზავნა. ვინ ყველა? აქ მალე 200 ოჯახი გამოივლის. 200 ოჯახი? ეს მიწის მშვენიერი ნაწილია, იცოდეთ, რა თქმა უნდა, იაფი არ ღირს. ხო, რა თქმა უნდა, ქვიანი ადგილებიც არის, მაგრამ ასეთებზე სახლის აშენება კარგია, ხომ იცით? მაგრამ მე ხორბლის მოყვანას ვაპირებ. ხორბლის? ხორბალი რომელიც მიწაზე იზრდება? ცხოვრებაში შემოხვედრი ვარ შეშლილებს, მაგრამ თქვენ
თქვენ რა თქმა უნდა მათ არ გავხართ. გაყიდული. წავალ ცხენებს გამოყვება. მერე კი ისევ წაუძინებ. ო არა. რატომ არ შეაკეთეს თოლამ და არად მაღობე? წარეცდებიან თუ ფიქრობენ რომ ყველაფერს მე გავაკეთებ. მანამ თავიანთ მონეტებს გამრავლებენ. მოდი შვებულებას მოვიწყობ. ხოდ, მეგობარო? იმის მერი არ მინახი ხარ, რაც მიიღე, რა ქვია, სამსახური? ხო, მაგრამ დღეიდან უფრო ხშირად შევხვდებით. ისევ გამოგაგდეს? ბატონი შორეულ მოგზაურობაშია. მაშ რას უცდით? ვიქეიფო, წამოდი გავერთოთ. თავადაც ამაზე ვფიქრობდი. შენ კი სრულობ, კარგი, თორემ მე გროშებზე ვზივარ. წყალი შემოიტანე კი. შენ და ჩეხე შეშა? და შენ გაწმინდე თავლა. კი. როგორც ჩანს, ყველაფერი გავაკეთეთ. რამე მშვიდობისა. ისინი ყველაფრის თვითონ გაკეთებას აპირებენ. ასე განაგრძე. ო, არა. არად? არად! ხოდ, ერთი შეხედე. მაპატიეთ ბატონო. რით შემიძლია დაგეხმაროთ? მე მკვრივი ქალების სახელით მოვედი. შეიძლება რომ თავთავის ნარჩენები აგვირფოთ შვილების გამოსაკვებად. რამდენი შვილი გყავთ? 40. დაახლოებით მაგდენი. მოიცადეთ. და დარჩენილი ხორბალი თქვენი იყოს. მთელი ყანა? ამდენი ბავშვის გამოსაკვებად ბევრი ხორბალია საჭირო. მაგრამ თქვენ ხომ უნდა დაგრჩეთ რამე? სეზონის დასასრულამდე კიდევ დროა. კიდევ დავთესავ ხორბალს. მადლობას გიხდით. მადლობა. სათხარ? წავიდა. სწორედ შენ გეძებდი. 200 ოჯახი აპირებს თვით უდაბნოში გასვლას. თითოეული მათგანი გადაიხდის თუტიუს შევთავაზებთ გადასასურად. დამეხმარე და მალე ერთის მაგივრად 2 მონეტა გექნება. როგორც სოდის მეგობარი მე შენ არ გელაპარაკები. შენის თანამეგობრები არაფრად არ ღირან. რატომ მოდიხარ შენ და არადი?
არ ვაპირებ ჩემი მონეტით გარისხვას. მაგრამ ბატონი ბატონი ძალიან ბევრს ითხოვს. ეს საუკეთესო ხორბალია, რაც კი ოდეს მე მინახავს. რამდენ მონეტად დამიბრუნებ ჩემ მიწას? მაპატიე, მიწა არ იყიდება. მაგრამ ეს ხორბალი მთლიანად 10 მონეტად შემიძლია მოგცეთ. გაყიდულია. ხოლო დამით შემიძლია გადაგიხადო. მადლობელი ვარ. თუ დანარჩენი ოჯახებიც ასე გადამიხდიან, დასაყიდად 200 ქათამი მეყოლება. ბატონი, ის დაბრუნდა. რა? თქვენ რო შეგითხვას თავს ხოლმე რომ მეორე მასლავ როგორი იქნება. აი მოვიდა უხარი. ვიღაცას უხარია. ვიღაცას ეშინია არ უნდა დაბრუნებულიყო გესმით ან მეცნე ჩვენ რაც მოგცა. ჩვენ თუ იმას ღვთის სადიდებლად გამოვიყენებთ, თამაში რომ დაჭირდება, მაგრამ ამის შედეგად ჩვენ სიხარული გვექნება დაუსრულებელი. მაგრამ თუ იმას ჩვენ თვალად დავკარგავთ, დავიზარებთ შრომას, მაშინ შეგვეშინდება რა, ეხლა მოდის უხარი. ესმით, აი ნახე როგორი შიშია ერთი მხრივ და როგორი სიხარულია მეორე მხრივ. ან აქ იმაში კი არის საქმე რომ ხალი მოდის. აქ საქმე იმაშია რომ ხრის მიმართ დამოკიდებულება ვის როგორი ქონდა მანამდე. გამარჯობა არად. მშვიდობა ბატონო. როგორ მოიხმარეთ ჩემი 5 მონეტა? ახლა მე 10 მონეტა. კარგი ნამუშევარია. იმისათვის რომ პატიოსთან განკარგე 5 მონეტა, უფრო მეც მიიღე. მადლობა ბატონო. შენ თოლა? ბატონო, შენ 2 მონეტა მომეცი, მე კი 4-ს გიბრუნებ. კარგი ნამუშევარია თოლა. შენც უფრო მეც მიიღე. შენი ჯილდო არ იქნება არადის ჯილდოზე ნაკლები. ოდ? ბატონო, მე შემეშინდა. ვიცოდი რომ რაც არ უნდა გამეკეთებინა, მაინც უკმაყოფილო დარჩებოდით. ამიტომ დავმარხე მონეტა, აი უკან დაიბრუნეთ. ოდ. შეგეძლო ბანკირისთვის მაინც მიგეცა. ახლა პროცენტები მაინც მექნებოდა. ხედავთ, სულ უკმაყოფილო ხარ, სულ მეც ითხოვთ. მე უბრალოდ მინდოდა შენი თავი უკეთესად წარმოგეჩინა. რომ გარჯილიყავი შენი ჯილდოს ხვებისაზე ნაკლები არ იქნებოდა, მე შეგპირდი. აი, მიეცი ეს არაც. წუხვა, მაგრამ აქ ვეღარ იცხოვრებ და ვერც იმუშავებ. ძალიან წუხვა. The Savior once told unto all those who had ears to hear. The love in His words can only be heard when you learn to listen with your heart. კარგი, მოდი ახლა ძალიან რო აღარ გადაგყალოთ, ჩვენი პატარა კუდრაჭა შეგვისრულებს ეს სიმღერას და მე ვილოცოთ და დავასრულოთ. რაც შეეხება ფერისცვალების შეჯიბრებას, მოზრდილი ბავშვებისთვის საკითხები უკვე ცნობილია. აბა წავით.